გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს შობის ღამე არის, მინდა ყველას მიულოცო, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მიულოცო დამდეგი შობა, შობის ღამის მადლი და ძალა გეწეოდეთ და იმედია მომდევნო შობა, როდესაც მოვა, იმ დონეზე მაინც გაქრისტიანდება ხალხი საქართველოში, რომ იდიოტიზმს არ იტყვიან და 7 იანვარიო რუსული შობაო არ იტყვიან ყოველ შემთხვევაში და მართლმადიდებლურ შობას აღნიშნავენ ისე როგორც წესი და რიგია და არა იმას რა ქვია გრიგორიანული კალენდრის ბოდვებს. მინდა ყველას მოგილოცოთ ბრწყინვალე დღესასწაული, დამდეგი და ისურვოთ ყველას უსურვო მშვიდობა ჩვენ ქვეყანას პირველ რიგში და სრულიად სამყაროს. თუმცა როგორც ჩანს, როგორც დაიწყო ეს წელიწადი და როგორც ჩანს, ეს წელიწადი იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული. ალბათ ძალიან ბევრი სისხლი დაიღურება, ძალიან ბევრი არეულობები იქნება მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების მოლოდინში იმყოფება სრულიად სამყარო და ახალ წელს თავისთავად ახალი ჭირი მოაქვს და ამ საკითხთან დაკავშირებით მინდათ გესაუბროთ დღეს, რომელიც აუცილებლად ჩვენ ქვეყანაზე აუცილებლად მოახდენს ასახვას. ასე რომ მინდა გესაუბროთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არის უშუალოდ ტერიტორიული გადანაწილება, მსოფლიოს ტერიტორიული გადანაწილება და ის რაც სულ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი შეიძლება ყოფილიყო ადამიანების გონებაში, განსაკუთრებით ამ დემოკრატიის, შიგუკნიდან განათლების, ევროპის, ამერიკის ღირებულებების, ტერიტორიული საზღვრების ურღვეობის და მსგავსი რაღაც 1000 ბოდოების და სიყალბეების, რასაც ვტენიდნენ თავში ჩვენი უკნიდან განათლებული დასავლელი პარტნიორები და მათი უკნიდან განათლებული ქართველი მონები, ტაშისმკვრელები. აი, დადგა ის მომენტი, როდესაც კიდევ ერთხელ სამყარო დგება იმ რეალობის წინაშე, რომელი რეალობის წინაშეც საერთოდ დროთა განმავლობაში სამყარო განიცდის, ესა გეოპოლიტიკური ცვლილებები და როგორც ხედავთ, საერთოდ აი ამ ბოლო პერიოდში, აგერ 3 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაცია, როგორი ვენესუელას პრეზიდენტის შეპყრობა და გადაცემა ამერიკაში, როგორი მოულოდნელი აღმოჩნდა მთელი სამყაროსთვის, საერთოდ ისე 3 იანვარი ამერიკელებისთვის ძალიან საკრალური თარიღი არის, ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ამ 3 იანვარს ყოველთვის რაღაცა ხდება. თუ გავიხსენებთ უახლეს წარსულში ყასემ სულეიმანის ირანის გუშაკთა კორპუსის მეთაური, რომელიც ბაღდადში მოკლეს ვიზიტის დროს ამერიკელებმა 3 იანვარს მოხდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პანამის დიქტატორის დამხობაც თუ არ მეშლება 3 იანვარს მოხდა და საერთოდ იცით, ესეთი ტრადიცია იქცა, რომ როდესაც ვაშინგტონში რაღაცა, პენტაგონში რაღაცა გადაწყვეტილებას იღებენ, ძალიან ხშირად ეს არის 100%-იანი დამთხევა და აი ესეთი რაღაცა ხდება. იმ დღეს, როდესაც რაღაცა დიდი უბედურება უნდა მოხდეს, რაღაცა დიდი ცვლილება უნდა მოხდეს, ანალიტიკოსებმა და ადამიანები, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ, დააფიქსირეს ერთი საინტერესო მომენტი. როდესაც რაღაცა იგეგმება ვაშინგტონის პენტაგონში, ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური შტაბი, სადაც არის გაერთიანებული შტაბი, უпростоრად, იქ ფიქსირდება ყოველთვის ესეთი სიტუაცია, რომ აი იმ ღამეს, როცა რაღაცა უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი, იქ არის ახლოში პიცერია და რაღაცა არაბუნებრივად დიდი შეკვეთები მიმდინარეობს აი გეი ბარის პიცერიაში და იმაში და სხვათა შორის
ასე დაფიქსირდა ყასემ სულეიმანთან, ასე დაფიქსირდა ირანზე თავდასხმის დროსაც, ასე დაფიქსირდა სხვათა შორის აი მადუროს გადაცემის დროს ძალიან დიდი შეკვეთები ხდება, ეთყობა იმ დროს პერსონალი იქ იმყოფება და საკვებით უზრუნველყოფას ახერხებენ ზუსტად პიცერიის დახმარებით და როდესაც ჭარბი არის პიცის შეკვეთები, ეს იმას აჩვენებს, რომ რაღაცა მსოფლიოში უნდა მოხდეს. ეს ერთ-ერთი ბარომეტრი არის თუ იმ პიცაში დიდი შეკვეთები, როდესაც ხორციელდება, რა შეიძლება მოხდეს. ეს ისე დაკვირვებული თვალისთვის. ახლა რაც შეეხება იმ ამბავს, რომელი ამბავიც ნამდვილად არ არის სახუმარო საკითხი და ეს უკვე არ ეხება პიროვნებებს, ეს ეხება უშუალოდ გეოპოლიტიკურ გადანაწილებას. უკვე სერიოზული გამომცემლობები, მაგალითად ისეთი როგორც არის პოლიტიკო, მაგალითად ავრცელებს განცხადებას, უკვე ოფიციალურ განცხადებას, კითხვას სვამს ექსპერტებთან ერთად, რომ შემდეგი არის თუ არა შემდეგი გრენლანდია. გრენლანდია ეს ყველაზე დიდი კუნძული, მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული, უმდიდრესი კუნძული, რომელიც არის დანიის შემადგენლობაში, ანუ დანიის პროტექტორატის ქვეშ, როგორც ავტონომიის სახით და ამაზე არაერთი მოსაზრება გამოითქვა, განსაკუთრებით ამ მადუროს გატაცებამ აჩვენა ის, რომ ამერიკელები არ ერიდებიან საერთოდ არც არასდროს ერიდებოდნენ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე საერთაშორისო სამართალს, მათ ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ მათრახის და ძალის ეშინოდათ. აქედან გამომდინარე ეს მათთვის არ გახდება პრობლემა და მას შემდეგ რაც იქნა მადურო გატაცებული, ატყდა მთელი ამბები თუ რა იქნება შემდეგი. როგორი სიტუაცია იქნება შემდეგი და ვის მიადგება შეერთებული შტატები რაღაცების წასართმევად, წასაღლეტად, დასაჭერად და როგორც წინა ვიდეო ლაივებში გესაუბრეთ, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური დოქტრინა რადიკალურად შეიცვალა და უბრალოდ დაუბრუნდა 1823 წლის მონროს დოქტრინას, რომელსაც ეწოდა დონალდ ტრამპის დოქტრინა 2.0 პრაქტიკულად და რომელიც ითვალისწინებს დასავლეთ ნახევარსფეროზე შეერთებული შტატების სრულად გაბატონებას. ამიტომ ექსპერტებს, ანალიტიკოსებს დარჩათ სააზროვნო თუ ვინ იქნება შემდეგი. აი, გიგა წერს, რომ შემდეგი იქნება კუბა. ახლა ყველა აზრს აქვს თავისთავად არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, არავინ იცის წინასწარ რომელი იქნება შემდეგი, არავინ იცის რატომ შეიძლება კუბა იყოს, რატომ შეიძლება გრენლანდია იყოს, მაგრამ ჩემი აზრი არის ის, რომ კუბა არანაირად არ იქნება შემდეგი. შემდეგი შეიძლება არც სხვათა შორის კოლუმბია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მუქარები არის კოლუმბია, არც მექსიკა და ახსნე ამ ყველაფერს თუ რატო არა, აი გეტყვით, ჩემ აზრს გეტყვით, კაცო შეიძლება თქვენ ხართ მართლები, მე არავის ვახვევ თავზე ამ ყველაფერს, უბრალოდ მე მაქვს ესეთ დამოკიდებულება. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ კუბა, რატო არ შეიძლება კუბა იყოს? კუბა იქიდან გამომდინარე არ შეიძლება იყოს, რომ კუბაში არ არის დიქტატორის პრობლემა და აი როგორც რეჟიმის პრობლემა, ესე რომ ვთქვათ. კუბაში არის ზიზღი ყველაფერი ამერიკულის მიმართ, ამერიკელების მიმართ, თაობების მანძილზე ეს არის დალექილი კუბურ მოსახლეობაში და ვერაფრით კუბის მოსახლეობას ვინც არ უნდა მოუყვანო და დაასვა სხვა და ამერიკელების ხელით მით უმეტეს ამერიკელების გამოჩენა კუბაზე ვერანაირ იმას რა ქვია, ასე რომ ვთქვათ, დასაყრდენს ვერ ნახავს. მე არ არის კუბა ის რომ იქ მეხუთე კოლონა ამერიკული, როგორიც შეიძლება ყოფილიყო ვენესუელაში, იყოს იქ კუბაში. ვენესუელასთან დაკავშირებით ხალხო ცოტა სხვანაირი შეხედულება არის და ალბათ ბევრმა არ იცის ვენესუელის უახლესი ისტორია როგორ იყო. ვენესუელას და შეერთებულ შტატებს აკავშირებდა ძალიან თბილი და ტკბილი კავშირები 50-იან წლებში, 60-იან წლებში, 70-იან წლებში.
80-იან წლებში იარაღსაც ყიდი და ურთიერთობები იყო თბილი, ტკბილი, ყველაფერი რაღაცები შეიცვალა მერე და მერე, აი ეს 90-იან წლების დასაწყისში და არც ისე მძიმე და დაძაბული ურთიერთობა არ ქონიათ ერთმანეთში პირიქით. ძველი პარტნიორები იყვნენ და კუბასაც შეეხება, კუბაში საზიზღრად საშინელი დამოკიდებულება არის ამერიკელების მიმართ იმ კოლონიზაციიდან გამომდინარე, რომელი კოლონიზაციაც არსებობდა. ამიტომ ვენესუელაში ძალიან კარგად ახსოვთ ამერიკელებთან თბილი ურთიერთობა, ვაჭრობა, პულიშოვნა, პარტნიორობა და ასე შემდეგ. აი, წაიკითხეთ უბრალოდ უახლესი პერიოდი საქართველოს ვენესუელას უახლესი ისტორია 1950 წლიდან 1985-90 წლამდე. თბილი შენჭირიმე, შენგენაცვალე და მთელი მსოფლიო რო იყო. მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებში ვენესუელა ისე გემრიელად მდიდრდებოდა და ისე გემრიელად ფულშოულობდა და ისე გემრიელად იყო ამერიკელებთან ჩახუტებული, როგორც არაფერი. როდესაც ამ დროისთვის გინდა კოლუმბია ყოფილიყო და გინდა კუბა ყოფილიყო, კუბაში პირიქით ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო და საბჭოთა კავშირის ძირითადი დასაყრდენი და პირიქით კუბიდან ვაშინგტონს ემუქრებოდნენ დაბომბვით. ამიტომ იქ ამერიკულ ფესვებს ვენესუელაში უფრო ღრმად იყო გადგმული და უფრო მეტი, როგორ გითხრათ, იცით, აი უფრო ნოყიერი ნიადაგი ჰქონდა კუბიდან განსხვავებით. იგივე არის კოლუმბიასთან მიმართებაში. ხო, კოლუმბიაში ძალიან ცუდად და მწარედ ახსოვთ ამერიკელების მოქმედება, კუბის პრეზიდენტის სიტყვები არის აუ უბედურო ჩემო ქვეყანავ რა შორსა ხარ ღმერთიდან და რა ახლოსა ხარ შეერთებულ შტატებთან. ეს კოლუმბიის პრეზიდენტის სიტყვები არის თავის დროზე ნათქვამი, იმიტომ რომ იქ რასაც ცერეუ ხელს პატურობდა და ამას გარდა შემოკარგებო თვითონ პანამის რესპუბლიკა ეს ისევე ეკუთვნოდა კოლუმბიას, როგორც ეკუთვნოდა თავის დროზე საქართველოს ტაოკლარჯეთი. აი როგორც თქვათ აფხაზეთი როგორც წაგვართვა რუსეთმა, ისე წაართვა შეერთებულმა შტატებმა ესა რა ქვია თავის დროზე პანამა და მიზანი იყო იქ რომ არხი გაეჭრა. და მე ეს არხი 10 წლეულების მანძილზე მის საკუთრებაში ყოფილიყო. იმიტომ კოლუმბიაში აქვს ძალიან ზიზღიანი გესლიანი დამოკიდებულება შეერთებული შტატების მიმართ სამხრეთ ამერიკული პოლიტიკის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოკარტელებით კი ბატონო. ამას რატო ვლაპარაკობ? უბრალოდ იმიტომ, რომ შეერთებულ შტატებს იქ არ აქვს ესეთი დასაყრდენი ნიადაგი, როგორიც მაგალითად ჰქონდათ ვენესუელაში. ვენესუელაში კიდე კაი ცხოვრების ქვეყანა იყო, კაი ცხოვრებას ნაჩვევი ხალხი იყვნენ და ჩამოვიდნენ ბოლომდე და მოაჯდა ჩავესის სიტუაციას და დატოვა თავისი მადურო და იქ დიქტატორის შეცვლით შეიძლებოდა რაღაცების შეცვლილიყო ხალხს ჰქონდა ამის განცდა და ამიტომ არ ქონდათ ესეთი დამოკიდებულება და აქ სულ სხვა რადიკალური დამოკიდებულება არის. ირანთან დაკავშირებით შემოკარგებო ჯერთ ირანი არ შედის მონტროს დოქტრინაში, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროს ითვალისწინებს. მე და მეორე მინდა გითხრათ, რომ უსმენთ ამ სიბრიყვეს და პროპაგანდას, რომელიც სიბრიყვეს და პროპაგანდასაც რაღაც ეს ევროპული გამომცემლობები და ტელევიზიები ავრცელებენ, რაც ბრიტანეთის იმას გავრცელებია ექსპერტების აზრი, რომ თურმე ოცკასთან ერთად ხომეინი გარბისო და ასე ირანში რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია არის და მაგ საკითხთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, ცალკე ვისაუბრებთ ღრმად და დეტალურად, სულ სხვა სიტუაცია არის ირანში და ვერავინ იქ რეჟიმს ყოველ შემთხვევაში იმ მოლოდინებით და იმ რეალობით რაც ხდება ვერ შეცვლის. ამიტომ ყველაზე მეტი ესე რომ ვთქვათ იოლად ასაღები არის გრენლანდია. გრენლანდიის საკითხი ტრამპის მოსვლის დღიდანვე განიხილებოდა. ეს უკვე არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და რაც შეეხება გრენლანდიას. გრენლანდია ამ ქვეყნებიდან განსხვავებით ჯერ ერთი სისხლის ღვრას არ მოითხოვს, იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობას ერთი ორი კაკალა არის, სადაც 200,000 ადამიანი ცხოვრობს, მე მგონი. მე და მეორე ადგილობრივი მოსახლეობის გულის მოგება არის იქ საჭირო
რომელიც სხვათა შორის დანიაზე მეტად უფრო შეერთებულ შტატებთან არიან ინტეგრირებული, თვითონ ამ კუნძულზე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა არის განთავსებული და დასავლეთ ნახევარსფეროში იმყოფებიან და უზრუნველყოფილი გემრიელად უზრუნველყოფილი მოსახლეობა ყავს, რომელიც თანახმა იქნებიან შეერთებულ შტატებთან თანაცხოვრებისთვის და არც დაიღურება არანაირი სისხლი. ამიტომ აქ უბრალოდ იქნება ის, რომ გრენლანდიის მიტაცება ევროპის ქვეყნებთან გააწყვეტს სერიოზულ კავშირებს, რომელი კავშირებიც იყო, მაგრამ სავარაუდოდ ეს კავშირები უკვე გადაწყვეტილი არის, რომ გაწყდეს. აი ბლუმბერგი წერს ღიად ამ საკითხებთან დაკავშირებით და ყველაზე მეტი საინტერესო რა არის, იცით, როდესაც ეს შიგევროპელები, რომლებიც ამერიკელების გადაფსკვნილი ძმაკაცები არიან და რომლებიც ასევე ევროპულ ღირებულებებზე ლაპარაკობენ, გუშინ, როდესაც დანიის პრემიერ-მინისტრმა ქალმა ითხოვა ხარდაჭერა მოითხოვა და თქვა, რომ თუ კი ამას გახავს სამხედრო ძალით თუ დაესხმება შეერთებული შტატები გრენლანდიას, ეს იქნება ნატოს დასამარება და საერთოდ ამ ალიანსის არსებობა უკვე იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევს. აქ არის უბრალოდ საერთაშორისო სამართალზე არის საუბარი, საერთაშორისო კანონმდებლობაზე არის საუბარი, რომ დაესხას შეერთებული შტატები ამ ყველაფერს და მიიტაცოს ამ ყველაფერს როგორი რეაქცია მოყვება და ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა და ესეთმა ძირითადად წამყვანმა ქვეყნებმა გამოაცხადეს, რომ ეს საკითხი არის დანიის და გრენლანდიის მოსახლეობის გადასაწყვეტი და სხვას არ აქვს ამაში ჩარევის უფლება. სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში ხდება ის, რასაც ქვია, დაპყრობა მეზობელი ტერიტორიის და მიტაცება მისი უკვე ახლაც ჯერჯერობით კიდე მოქმედი მოკავშირის ტერიტორიის, რომელიც უბრალოდ არის რესურსებით ძალიან მდიდარი, რომლის მიტაცებაც არის მარტივი და რომელიც ითვლება იმისთვის, რომ ამერიკის უსაფრთხოებას ეს ყველაფერი წაადგება და დაჭირდება. და დანარჩენი ეს სიტყვები ყველაფერი შეფუთული. და როდესაც უკვე ამერიკელი პოლიტიკოსები მარტო კი არა, მათი ცოლებიც კი აქვეყნებენ ესეთ, ახლა მინდა ერთი მომენტი გაჩვენოთ, ესეთ უკვე რუკებს სოციალურ ქსელებში. ეს არის თეთრი სახლის უფროსი ცოლი, ესე რომ ვთქვათ, და შემდეგ მის ქმარს ეკითხებიან გადაცემაში, რომ შენმა ცოლმა ესეთი რუკა რომ გამოაქვეყნა, თქვენ რა სიტყვით ამ საკითხებთან დაკავშირებითო, ის ღიად ამბობს და პირდაპირ ყოველგვარი დაფარვის გარეშე აკეთებს განცხადებას, რომ გრენლანდია ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხი არის და ეს არავის ცხვრის ჩასაყოფი საქმე არაა, დონალდ ტრამპი ამას არც არასდროს არ მალავდა და ამას ჩვენ გავარკვევთ და ამას ჩვენ მივხედავთ. როგორცაა მისახედი და მორჩა და დამთავრდა აქ სალაპარაკო, არაფერი არ არის. ხის ამერიკულ სტილში ეს ყველაფერი, რომ კი, ეს ტრამპმა თქვა ჩვენი უნდა იყოს და ეს ყველაფერი იქნება ჩვენი და ასე რომ აქ ზედმეტი ცხვირი არავინ არ უნდა ჩაყოს ამ საკითხებთან დაკავშირებით რა. გასარკვევი არის, საიდან ეკუთვნის და რატო ეკუთვნის დანიას ეს კუნძული და საერთოდ დანიელებს რა შეხება აქვთ ამ კუნძულთან. ეხლა ჩემოკარგებო, მე მინდა გითხრათ, რა ქვია ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს ქვია გრენლანდიის ყირიმიზაცია. გრენლანდიის ყირიმიზაცია ქვია ამას. სხვა ამას არაფერი არ ქვია. სხვა სახელი ამას უბრალოდ არ აქვს. ის რაც გააკეთა ყირიმში, რაც გააკეთა რუსეთმა თავის დროზე, იმას გააკეთებს შეერთებული შტატები ძალიან მალე და უკვე საუბრობენ ღიად, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს აგერ ამერიკის დამოუკიდებლობის დღემდე.
4 ივლისამდე ეს ყველაფერი განხორციელდეს, რომ ახალი დამოუკიდებლობის დღე ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ტერიტორიებით შეხვდეს და იქნა სიმბოლურად ეს ყველაფერი მითვისებული და ტრამპს, რომელსაც უკვე არანაირი ესე რომ ვთქვათ, იმედი არ აქვს ნობელის პრემიების და ასეთი მსგავსი რაღაცეების მიღებების, ის ცდილობს ისტორიაში იქნას ჩაწერილი როგორც ერთ-ერთი ძლიერი პრეზიდენტი, რომელმაც ძლიერმა პრეზიდენტმა შეერთებული შტატების გაძლიერება მოახდინა, ის მიდის ამ ქმედით ნაბიჯებზე და რა თქმა უნდა, გრენლანდიის მიტაცება შეერთებული შტატების მიმართ და გაზრდას თავისი ტერიტორიის თავისთავად ტრამპს შეიყვანს ისტორიაში უფრო დიდ და უფრო ძლიერ პრეზიდენტად, ვიდრე ნობელის პრემია, რომელიც ნობელის პრემიაზეც რო გეკითხა, თვითონ ახდენდა იმას, რა ქვია, დიდი სურვილი ჰქონდა ამ ყველაფრის და ყველა უძრებოდა ერთ ადგილას, რომ აი ტრამპი რამენაირად. ტრამპი ეკიდება ამ საკითხებს თავისი პიროვნული ეგოდან გამომდინარე და სრულიად ღია ხდება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მამები, რომლებიც ქმნიან ამ პოლიტიკას, მათთვის ტრამპი არის იდეალური, ასე რომ ვთქვათ, პერსონა, რომელსაც იმდენად აქვს საკუთარი ეგო გამძაფრებული, ყველა ნაბიჯზე წავა საკუთარი სახელის უკდავსაყოფად ისტორიაში და აწყობილი ტანდემი არის, გემრიელად აწყობილი ტანდემი არის, რომელიც აწყობილი ტანდემიც მოქმედებს, ამიტომ ძალიან მალე არის მოსალოდნელი ყირიმიზაცია. და ეხლა რატო ახსენე ეს ყირიმიზაცია ზოგადად და რაში არის აქ საქმე? ბიჭო, შეერთებული შტატები და რუსეთი რაზე ლაპარაკობდნენ, რაზე მოილაპარაკეს, რაზე იყო ლაპარაკი? უკრაინის ტერიტორიების გაყოფა, მიტაცება, ყირიმის, დონბასის და ასე შემდეგ. რაზე უნდა ელაპარაკათ მეორე მხრიდან? მეორე მხრიდან უნდა ელაპარაკათ იმაზე, რომ მეორე მხრიდან უნდა მომხდარიყო ამერიკის რაღაცა მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამერიკის მოთხოვნის დაკმაყოფილება კიდე არის არქტიკა. არქტიკაში, სადაც უდიდესი მარაგები არის, ისედაც. აი, იქ არის გრენლანდია გამოჩხილი, როგორც თვითონ ძალიან მდიდარი კუნძული, ასევე ჩრდილოეთის ყველაზე სტრატეგიული კუნძული, რომელიც არქტიკის ათვისებაში ხდება. ამიტომ ფაქტია უკვე ის, რომ ტრამპს და პუტინს შორის ტერიტორიების სანაცვლოდ, აღიარების სანაცვლოდ იქნა ეს შეთანხმებული, რომ დიახ, უკრაინის გაყოფის სანაცვლოდ მოხდება გრენლანდიის მიტაცება და ამის აღიარება, შენ ეს გააკეთე, მე ამას ვაკეთებ. სოფლიო პოლიტიკაში. და დიახ, ამ ნაბიჯს გადადგამს შეერთებული შტატები და რუსეთი. ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები, როგორც გეოპოლიტიკის ძლიერი სუბიექტი არ არსებობს. ესენი არიან ვასალი სახელმწიფოები და რუსეთს ეს ყველაფერი აწყობს. რატო აწყობს ეს ყველაფერი? იმიტომ აწყობს, რომ ამ ნაბიჯით მართლა დასამართება აი ნატო ევროპის თეატრზე, დასუსტდება ევროპა და ევროკავშირი, არ ვიცი, საერთოდ რა ფუნქციას დაიტოვებს და ნატო რა ფუნქციას დაიტოვებს, იმიტომ რომ რა აზრი აქვს იმ უსაფრთხოების ბლოკს, რომელ უსაფრთხოების ბლოკშიც მოკავშირეები ერთმანეთის ტერიტორიებს ართმევენ. ნატოს წესდება არ განსაზღვრავს ორ ნატოს წევრ ქვეყანას შორის დაპირისპირების მოგვარებას მკაცრად, აი ისე რომ მესამე ძალა ჩაერიოს. არის იქ წესდებაში ჩაწერილი, რომ თუ კი ნატოს ორ წევრ ქვეყანას მოუწია ერთმანეთთან დაპირისპირება და რაღაცა, ყველა წევრებმა უნდა იყონონ ყველანაირი ძალა და ყველანაირი ენერგია იმაში, რომ მშვიდობა დაამყარონ ერთმანეთში. მაგრამ იქ არსად არაა გაწერილი, რომ ორ ქვეყანას შორის თუ დაპირისპირება მოხდა, ამ შემთხვევაში დანარჩენი ქვეყნები სამშვიდობო ჯარების სტატუსით ჩადგნენ სადმე. ამის პრეცედენტი არსებობდა, როგორც გითხარით წინა გადაცემაში, ეს პრეცედენტი იყო კვიპროსზე, თურქეთს და ნატოს წევრ საბერძნეთს შორის დაპირისპირება, სადაც გამზავებელი პრაქტიკულად არ მოინახა და შემდეგ ბრიტანეთი უშუალოდ თავისი გავლენებიდან და ინტერესებიდან სამხედრო ბაზების გახსნის და იქ თავისი ბაზების განლაგების სანაცვლოდ ჩაერია და ეს კონფლიქტი გაიყინა და დღემდე არის გაყინული.
მაგრამ ნატოს ორი წევრი ქვეყანა რო ერთმანეთს ეომებოდა, ამის პრეცედენტი არსებობს. საერთოდ ნატოში გაწევრიანებია ქვეყნები, რომლებიც ნატოში უნდა გაწევრიანდნენ, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი არის ის, რომ ქვეყანას არათუ ნატოს წევრ ქვეყანასთან, არაწევრ ქვეყანასთან საკუთარი საზღვრების დემარკაცია და დელიმიტიზაცია უნდა კონდეს გაკეთებული. რატო უნდა კონდეს გაკეთებული? იმიტომ უნდა კონდეს გაკეთებული, რომ ომის იმპორტი არ გამოიწვიოს. ამიტომ ეს პრობლემები, უპრობლემო ქვეყნები უნდა იყვნენ ნატოს წევრები, რომლებსაც ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ ჰოი საოცრება მოკავშირე დღეს არის მოკავშირე და უცებ მოულოდნელად შეიძლება ეს მოკავშირე მტრად გექცეს. და აი ამის ნათელი მაგალითი არის ზუსტად ის, რაც ხდება გუშინდელი მოკავშირე, რომელი მოკავშირეც იყო დანია და შეერთებული შტატები ერთმანეთის მოულოდნელად ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებენ ერთმანეთს. ანუ ნატოს წესდება ირღვევა, საერთაშორისო სამართლის წესდება ირღვევა, ყველაფერი ირღვევა და ორი ნატოს წევრი ქვეყანა ხდებიან ერთმანეთის კრები და ომის ზღვარზე მყოფი სახელმწიფოები. თავისთავად ნატო მოგჭამს ჭირს, აქედან გამომდინარე, თუ ეს მოხდება. ქალბატონო ნინო, მე ახლა არ ვსაუბრობ ისტორიულ კუთვნილებაზე, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ აი დღევანდელ რეალობაში რა ხდება, დღევანდელი პრაქტიკა რას აჩვენებს, თორე მასე ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ყოველთვის შეიძლება ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენოს, რომ ეს ჩემი ყოფილი იმპერიის ტერიტორია. ისევე როგორც შეიძლება დიდმა ბრიტანეთმა წააყენოს ბევრი პრეტენზიები და სადომინაციოები აქვს საიმისოდ შექმნილი და აყენებს კიდეც, ხო, იგივე ფოლკლენდის კუნძულები იქნება თუ იგივე გიბრალტარი იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ აქ მე მაგას არ განვიხილავ, მე ვამბობ აი თანამედროვე უახლეს პოლიტიკურ პრაქტიკას, რომელი პოლიტიკური პრაქტიკაც განხორციელდა. აი ყირიმიზაცია, ანუ ამაში იგულისხმება რა? გრენლანდიაზე განთავსებული და განლაგებული არის ამერიკული სამხედრო ბაზები, გამოცხადდება რეფერენდუმი, რომელ რეფერენდუმშიც მიიღებს მოსახლეობა მონაწილეობას და იტყვიან, რომ ჩვენ ვართ შეერთებული შტატების მომხრე. ამას უზრუნველყოფს იქ განლაგებული ამერიკული სამხედრო კონტინენტი, მოსახლეობა გამოაცხადებს თავის ეს და როგორც ყირიმი წავიდა რუსეთის შემადგენლობაში, ისე წავა გრენლანდია შეერთებული შტატების შემადგენლობაში. არსებობდა სხვათა შორის ახლა ეს ნაკლებად არის ცნობილი, იმიტომ რომ ამათ გონიათ, რომ აქ შიგ ევროპაში და შიგ ნატოში ყველაფერი ყოველთვის კარგად იყო. არსებობდა პრეტენზიები ისლანდიის მიმართაც თავის დროზე ტერიტორიული წყლების მიმართ, იმიტომ ისლანდიელები თევზჭერით არიან დაკავებული და ძირითადი შემოსავალი სხვათა შორის იქედან გააჩნიათ და როდესაც რაღაც პრეტენზიები დაუწყეს წაყენება მაშინ ისლანდიამ გამოაცხადა, რომ ის დახმარებას თხოვდა საბჭოთა კავშირს. ისლანდია ასევე ნატოს წევრი ქვეყანა იყო და ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა ნატოსი. და როგორც კი მაშინ საბჭოთა კავშირზე იქნა ნახსენები ისლანდიის მხრიდან, ყველა შეეშვა ისლანდიას და დაანებეს თავი. აი ესე ხდება თვითონ იმ სამხედრო ბლოკებშიც, ამ დიდი დემოკრატიული ქვეყნები სადაც არის და სადაც ადამიანის უფლებები არის, სადაც საერთაშორისო სამართალი არის დაცული და მსგავსი რაღაცები, ასე ხდებოდა ისტორიულად და ასე ხდება ახლაც. ამ ყველაფრის ფონზე ევროპელები არიან პირში წყალჩაგუბებულები, ვერაფერს ვერ გააკეთებენ, ვერავინ შეერთებულ შტატებს ვერ დაუპირისპირდება და შედეგი კიდე რაც მოხდება, სავარაუდოდ აი ეს პროცესი რაც განახორციელდა. მე იტყვიან ეს პუტინის მსგავსად იქცევა ტრამპი. და საქმეზე რომ იდგეს, ვისი დამსახურება არის? აი ვისი დამსახურება არის ზოგადად
საერთოდ ეს ყველაფერი, ეს არეულობები, ეს საზღვრებთან დაკავშირი პრობლემები, რომელიც ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ნებისმიერი სახელმწიფო და ნებისმიერი ერი რაღაცას უსამართლობას ყოველთვის ისტორიულ უსამართლობაზე იბრძვის. იგივე ავღანეთს და პაკისტანს შორის გავლებული საზღვარი, რომელიც ბრიტანელი გენერალის გავლებული არის თავის დროზე, რომელმაც დიდი წელი ავღანელები პაკისტანელების ტერიტორიაში ჩათვალა დღეს სახელმწიფო საზღვარი არის, თვლიდნენ ავღანელები და თვლიან დღესაც, რომ ეს არის მათი ტერიტორია. და პაკისტანს და ავღანეთს შორის არაერთი შეტაკება მოხდა და ალბათ მომავალშიც მოხდება, იმიტომ რომ ეს ხაზი არის გავლებული. სხვა ძალის. იგივე არის ახლო აღმოსავლეთშიც. საზღვრები ყველა არის გავლებული ფრანგების და ინგლისელების, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა არ ცნობს და არ აღიარებს. ჩვენ შემთხვევაში ავიღოთ, ხო? ჩვენი საზღვრები ვინც გაავლო, პრეტენზიები გვაქვს და სანამ ქართველი ერის არსებობა და ცნობიერება იარსებებს, ნუ ახლა უკნიდან განათლებულებზე მე არა მაგ ლაპარაკია, ამათ არავისთან პრობლემა არ აქვს, არც აზერბაიჯანთან აქვს პრობლემა, არც სომხეთთან აქვს პრობლემა, არც თურქეთთან აქვს პრობლემა, ერთ-ერთი რუსეთთან აქვს პრობლემა, იმიტომ რომ ის ამ პოლიტიკას ჭირდება. თუ არა, რო არ ჭირდებოდეს ამ პოლიტიკას, არც რუსეთთან არ იქნებოდა პრობლემა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციის გამო. ამიტომ საერთაშორისო სამართალი არის ძლიერთა სამართალი. ხო, ეს ძალა კიდე შეერთებულ შტატებს არ აკლია. შეერთებულ შტატებს პირიქით ფლომად აქვს. და ეს ყველაფერი საიდან დაიწყო? ვინ დამარხა ეს ძაღლის თავი საერთაშორისო პოლიტიკაში? რამაც აი ჩვენზე მოახდინა გავლენა. შეერთებულმა შტატებმა. ხო არ დაგავიწყდათ, რომ ვინმე სხვას დაენერგა ეგ ყველაფერი. და მაშინაც ევროპელები უკანალში უზრებოდნენ. დიახ, ასე იყო. დიახ, საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელდა ბელგრადის დაბომბვა, ზოგადად იუგოსლავიის ბლოკირება, ომის გამოცხადება, ნატოს თავდასხმა, დანგრევა, დაშლა მართლმადიდებლური სერბეთის, წაგლეჯვა კოსოვოსი და შემდეგ წაგლეჯილი ტერიტორიის აღიარება 2008 წელს. დაგავიწყდათ, საიდან წამოვიდა ყველაფერი? მაშინაც დაარღვიეს ამერიკელებმა საერთაშორისო სამართალი. დიახ, ასე იყო. რასაც მე რუსებმა უთხრეს, თქვენ თუ დაიწყეთ საზღვრების ნგრევა და თქვენ თუ დაიწყეთ საზღვრების პრეცედენტების შექმნა, საიმისოდ, თქვენი პოლიტიკიდან და თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ ჩვენც გვაქვს ჩვენი ზაგატოვკებიო, ასე უთხრა პირდაპირ. ჩვენ დავალებები რაც უნდა შევასრულოთ. იგივე აფხაზეთი, იგივე სამაჩაბლო, იგივე ნესტრისპირეთი და ასე შემდეგ. რომელიც ითვალისწინებოდა. და რა მოხდა 2008 წელსვე? არ დაუგვიანებია პასუხს. საქართველოს მოხდა სვეტპირში, ნატო კვატო ზახილის გამო, აფხაზეთი და სამაჩაბლო. ვინ შეიერთა? ჯერ არა შეერთებული ღმერთმა დაგვიფაროს, რომ არც არასდროს არ მოხდება იმედია, მაგი, მე კიდე ცალკე საკითხი არის. აი ეს იყო პასუხი კოსოვოს პრეცედენტზე. და როდესაც მთელი ევროპა უკაცრავად ტრაქში უძრებოდა შეერთებულ შტატებს, რომ გენიალური გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენ მაშინდელმა ბუშის ადმინისტრაციამ, რომ თქვენ თურმე რა ბრძენები ხართ იუგოსლავიის დაშლაში და კოსოვოს აღიარებაში, როგორი ბრძენები ხართ? აღმოჩნდა ისე, რომ თურმე ეს ამ სიბრძნეს აი ასეთი გამოძახილი ჰქონდა. და ამას ვერ ამჩნევდა მაშინ. ვერც ევროპელები, ვერც ამერიკელები, ვერავინ ვერ ამჩნევდა ამ ყველაფერს. ერთი რუსეთი ოკუპანტიას სახელით მოიხსენიებდა და კარგად ვაჭრობდნენ რუსეთთან, კაიფულ შოულობდნენ, ნავთობსადენები, გაზსადენები, გაცხოველებული ურთიერთობები ჰქონდათ. და აქეთ ჩვენ გვადანაშაულებდნენ რუსეთთან ომში. ჩემი მოგონილი ხო არა, ეგერა ტალიავინის კომისია და ეგერა ისა რა ქვია ევროსაბჭოს გადაწყვეტილებები. სადაც პირდაპირ დაგვადანაშაულეს ომის დაწყებაში. და პირდაპირ დაგვადანაშაულეს იმ მოვლენების ფორმით წაყვანაში, როგორც მოხდა. და რუსეთი გამოიყვანეს მსხვერპლად და რუსეთის ქმედება საპასუხო არ იყო ასე, მე ვიგონებ რამეს? ასე იყო, ასე იყო, ასე.
ასე რომ დღესაც ამერიკის შეერთებული შტატები ამას მოყვა შემდეგ ეს, მერე მოყვა უკრაინა, ახლა მოყვება გრენლანდია. იმიტომ რომ ძალთა ბალანსი, სტაბილიზაციის ძალთა ბალანსი, რომელიც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აღარ არსებობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ძალთა ბალანსი ამ ორპოლუსიან სამყაროში დაირღვა. იყო რაღაც პერიოდი ერთპოლუსიანი და ამ ერთპოლუსიანობის მერე ეს უკვე მრავალპოლუსიანი ხდება და როდესაც მრავალპოლუსიანი ხდება სამყარო, კარგად ხედავენ ამერიკელები, სად იქნება მათთვის მომგებიანი პოზიციის დაკავება და მომგებიანი პოზიციის დაკავება მათთვის არის დასავლეთ ნახევარსფერო, სადაც უამრავი სიმდიდრე არის, ნაკლები შემწუხებელი ყავთ იქ. ეხლა კანადასაც თუ გადაყლაპავენ და მოუხერხდებათ მაგ ყველაფერი, მერე მოხდება ის, რომ ერთი სახმელეთო მეზობელი ეყოლება. ხო. არანაირად მექსიკა არ იქნება კიდე, რაც შეეხება იქ იყო მექსიკასთან დაკავშირებით, არანაირად მექსიკა არ იქნება, იმიტომ რომ მექსიკისთვის ის ტერიტორიები რაც ჭირდებოდა თავის დროზე წართმეული აქვთ და დღესდღეობით მექსიკა არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საწარმოებელი ქარხანა იაფი მუშახელით, რომელიც ვაჭრობს ამზადებული ვაჭრობს იაფასში შეერთებულ შტატებთან და შეერთებულ შტატებს აწყობს. არაფერი არ აქვს მექსიკასთან, უფრო თვითონ დაზარალდებიან მაგ შემთხვევაში, ამიტომ ყველაზე უმტკივნეულო, ყველაზე ნაკლებ ხარჯიანი, ყველაზე უსისხლო და ყველაზე პოლიტიკურად მომგებიანი ნაბიჯი არის ეს და ეს ჩვენი ექსპერტები რო იძახიან საერთაშორისო პოლიციელი დაბრუნდა და ჩვენი საერთაშორისო პოლიციელის ჯის აგერ ვენესუელას ჯის, ხვალ იმას დასჯის, ამას დასჯის. რასაც გააკეთებს ეგერაა და მე რა იფიქრეთ, იცი? აი ამ ქმედებებზე, როცა ამერიკა და რუსეთი თავიანთ საქმეებს გაიკეთებენ, ტერიტორიებს მიერთებენ, რეფერენდუმებს ჩაატარებენ და ასე შემდეგ. და საქართველოსნაირ ქვეყანას კი არა, დანიასაც კი, რა ქვია, დანიასაც კი თავის სამსხვერპლოზე მიიტანენ, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა და ევროპული ქვეყანაა და ძველი პარტნიორი და მოკავშირე არის. აი დანიას აუხდა ის, რაც არის კისინჯერის წინასწარმეტყველება. იყო ამერიკის შეერთებული შტატების მტერი საშიშია, მაგრამ იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე, ეს სასიკვდილო საშიშია. ნუ გიგა მაგას ბევრი ლაპარაკობს ჩინეთს ტაივანთან მიმართებაში სამართლებრივი საკითხების პრობლემას საერთოდ არ გააჩნია. ტაივანი არის ჩინეთის როგორც ჩინური სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი. ამიტომ აქ არ არის ვიღაცის სხვის საკუთრებაზე საუბარი, ეს არის ჩინეთის საკუთრება, უბრალოდ იქ არის სეპარატისტული რეჟიმი, რომელიც სეპარატისტული რეჟიმიც უბრალოდ საქმე იმაში არის, ახლა აფხაზეთიდან განსხვავებით ტაივანი მსოფლიოს ნახევარ გამტარების და ჩიპების და პროცესორების წარმოების 80%-ს ახდენს, ამიტომ ტაივანში ომი ეს ჩათვალეთ, რომ მსოფლიო ეკონომიკის გაჩერებას გამოიწვევს ავტომატურად, სმარტფონი ვერ დამზადდება, ელემენტარული კომპიუტერი ვერ დამზადდება და რასაც საერთოდ მიკროპროცესორები და ჩიპები ჭირდება, ამის ფუნქციონირება ვერ მოხერხდება. ამიტომ თვითონ ჩინეთისთვისაც სერიოზული დარტყმა იქნება, ტაივანი სპეციფიკური საკითხი არის, ასე რომ ტაივანი ამბებიდან განსხვავებით სულ სხვა რთული საკითხი არის, სხვათა შორის ჰქონდათ ახლა ჩინელებს წვრთნები ჰქონდათ, ყოველწლიურად ისინი ატარებენ, იყო ბლოკადაში მოქცეული კუნძული თავიდან ბოლომდე და მიმდინარეობდა სამხედრო წვრთნები და სწავლები. ყველა იხელთებს თავის მომენტს, მაგრამ ახლა ჩემო ძმაო, გრენლანდია ბირთვული ბომბებით რო დაბომბო, იმხელა და ისეთი ადგილია, მთელი მსოფლიო ამას ვერც გაიგებს. და
ტაივანში ერთი ბომბი რო ჩამოვარდეს, ჩათვალე მთელი საფონდო ბირჟები იქნება განულებული. ამიტომ აქ პოლიტიკური, ეკონომიკური უამრავი საკითხი არის, იცით? ამიტომ ასე პირდაპირ ვერ ხდება. ნუნუკა მეკითხება, მადლობა ქალბატონო ნუნუკა, რას ფიქრობთ, რატომ იყო ტრამპის სიძე პუტინთან ჩასული რამდენიმე დღით ადრე ვენესუელაში განვითარებულ ქალბატონო ნუნუკა, საერთოდ აი ამაზე ვსაუბრობდი მე, რომ რატომ იყო ახლა ჩასული ზუსტად ძნელია სათქმელი, მაგრამ ის შეთანხმება, რაც ალიასკაზე იქნა მიღწეული, ამ შეთანხმების თანმიმდევრული მეთვალყურეობისთვის იყო დიდი ალბათობით ჩასული, ესე კიდე ტრამპის სიძე და ტრამპის შვილი სხვათა შორის მაშინ რა ქვია გრენლანდიაზე კისრის ტეხით დარბოდნენ, ახალმოსული რო იყო ის რა ქვია ამერიკის პრეზიდენტად ესა პარტივცემული ტრამპი. იქ დარბოდნენ და ტერიტორიებს ათვალიერებდნენ და ჩვენო პირადი ვიზიტებით ავარდო ჩამოსული. აი რისთვის იყო? აი ამისთვის იყო, რომ ესეთი გეგმები როგორ ხორციელდება ერთი მეორის მიმართებაში, ამას სჭირდება თავისი შემფასებელი. თუ ეს განხორციელდება, ხო, რა თქმა უნდა, ნატო აღარ იარსებებს. ახლა ჩემო ძმაო, ახლა ამერიკელებს უდიდესი ინტერესები აქვთ ყველგან ისეთ რეგიონებში და რა თქმა უნდა ტაივანშიც საცოცხლოდ დაინტერესებულები არიან, მაგრამ მე მინდა შეგახსენო, რომ იგივე ვენესუელაში ჩინური და რუსული კაპიტალი ბლომად იყო ჩადებული. მაგრამ ჯერ იმ კაპიტალს ჯერჯერობით არავინ არ შეხებია ყოველ შემთხვევაში და აქ ერთი ამბავი არის, რომ ამერიკული კაპიტალი არის შესული, ამაზე რა თქმა უნდა არაა ლაპარაკი, მაგრამ მეორე არის თვითონ რა თუ საერთოდ არ ვიცი თქვენ ტექნიკური განათლება როგორი გაგაჩნიათ, თუ ხართ ამ სფეროსთან ახლოს, უბრალოდ ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ტაივანი არის მსოფლიოს პრაქტიკულად ერთადერთი მომარაგებელი, ყოველ შემთხვევაში აბსოლუტური უმრავლესობა ნახევარგამტარების წარმოება ხდება ტაივანზე და ტაივანში და ეს მთელი მსოფლიო არის დამოკიდებული და მსოფლიოს როგორ გითხრათ მთელი ინტელექტუალური რესურსი რომელიც დღეს ხელოვნური ინტელექტით დაწყებული, გაგრძელებული სხვა ტექნიკური საკითხებით დაკავშირებული ყველაფერი არის ნახევარგამტარებზე დამოკიდებული და ნახევარგამტარებიდან გამომდინარე ტაივანი არის მსოფლიოს მომარაგებელი, ამიტომ ამ ცენტრის გაჩერება ხო, იქნება შეუძლებელი. მსოფლიო კრიზისს გამოიწვევს. ხო, 10 რაინდი გვინდა ძმა, ერთი რაინდი გყავს ეგ რუსეთში და იგი მეიგდებს ზურგზე. ლექსო, რაც შეეხება იუგოსლავიის საკითხს, იუგოსლავიაში, ტაქტიკურ ბირთვულ ბომბს თუ გულისხმობ, ტაქტიკური ბირთვული ბომბი იუგოსლავიაში არ გამოყენებულა ძმაო. იუგოსლავიაში იქნა გამოყენებული გაღარიბებული ურანის ჭურვები, რომელმაც ჰიროსიმას და ნაგასაკის დონის რადიაცია საერთო ჯამში წარმოქმნა დაბომბვის შედეგად და ევროპაში სერბეთი არის ნომერ პირველი ქვეყანა ონკოლოგიური დაავადებებიდან გამომდინარე. გაღარიბებული ურანის ჭურვები. გაიხარე ძმაო, გაიხარე, მადლობა. ხო, ახლა სიონისტური
სიონისტური ჯგუფების თავები როა ახლა ჩამარხული, რათ უნდა ახლა მაგას ლაპარაკი. რა თქმა უნდა, Nvidia-ს ბარათებისთვის შემოძმაო და არა მარტო Nvidia-ს ბარათებისთვის, აი საერთოდ აი მიკროჩიპები რაც არის, ეს პროცესორები რაშიც არის ძირითადად მაგის ახლა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს ფუფუნება იმისი, რომ თავისი მიკროპროცესორები დაამზადოს. კი ჩინეთსაც შეუძლია, კი რუსეთსაც შეუძლია, შეერთებულ შტატებსაც შეუძლია, იაპონიასაც შეუძლია. არის ჰოლანდიური, საერთოდ ეს ჰოლანდიური Philips-ის დაწყებული საქმე არის ეს ყველაფერი, მაგრამ იმ რაოდენობით და იმ სიზუსტით და იმ შესაბამისობით, როგორც არის მაღალ ტექნოლოგიური წარმოება, რომელიც ტაივანს გააჩნია და როგორც ისამზადებს ამ ყველაფერს, ამხელა ინტელექტუალური რესურსი და ამხელა საწარმოო რესურსი არ გააჩნია. იქ კიდე ძალიან ბევრი თავი არის მაგ პროცესორების წარმოებაში. შემიძლია დიდხანს გესაუბროთ, მაინც ჩემი პროფესია IT-ის მიმართება არის, ინფორმატიკა არის და რაღაცა მესმის ამ საკითხში და შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ უბრალოდ არ იქნება საინტერესო აუდიტორიისთვის. საკმარისი არის ის, რომ ვთქვათ, რომ ნებისმიერ თანამედროვე ტექნიკაში მიკროჩიპების გამოყენებისთვის საჭიროა მიეკითხოთ ტაივანს. აი ესა. გაიხარეთ ჩემო კარგებო, მეც გილოცავთ, კი ბატონო, მეც ასე ვფიქრობ, დანიას აახევს ფუკასავით მაგ ყველაფერს და ერთი ტყვია არ გავარდება, როგორც არ გავარდნილა ერთი ტყვია ყირიმში. ირანის საკითხი არის სულ სხვა საკითხი, სისულელია, ეს ტრამპის ბრახაბრუხუნის ამბავი უფრო არის, ვიდრე ეს ჩვენი ექსპერტების და ჟურნალისტების და ამათი მელას რაც ელანდებოდაო, ისე სიზმრებოდაო, აი ეს არის ირანთან დაკავშირებით. თურქეთი ჯერჯერობით იქ დგას, სადაც დგას ახლა. თურქეთი ცალკე თემა, ვრცელი თემა, თურქეთს ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს გახსნილი ზანგეზურის კორიდორის გახსნის შემთხვევაში და ალტერნატიული იმის შემთხვევაში, მაგრამ ახლა რო გითხრათ, რომ თურქეთი საქართველოში შემოიჭრება და ტერიტორიების წართმევას აპირებს ახლა ამ წუთში, სანამდე ეს რეგიონი მილიტარისტული ბალანსით არის დაბალანსებული, მანამდე ამ ვაკუუმის შევსება შეუძლებელია. სხვათა შორის ეს ცალკე საკითხია კიდე, აი გვადიბიგვა, ეს ცალკე საკითხი არის კოლეგა, მით უმეტეს კოლეგა ყოფილხარ. ეს ცალკე საკითხი არის შემოძმაო, მაგაზე ცალკე ბლოგი არის გასაკეთებელი, ვეცდები უფრო დეტალურად. გაიხარეთ ბატონო ვაჟა, გაიხარეთ, მეც გილოცავთ მრავალს და ეს წერით. ბედნიერი შობა გქონოდეთ. ახლა მართალი ხარ შემოძმაო, ახლა იაპონიაზე მაგარ ჩიპებს აკეთებს ტაივანი, უხეშად რო გითხრა რა. კი, იაპონიაზე მაგარს. ეს მინდა როგორ ცალკე განხილვად გავაკეთო მაგ საკითხი, რომ ნატოს დაშლის შემთხვევაში და დასუსტების და დაშლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ორი მიმართულება აქვს რუსეთს ძირითადად. რა მიმართულებაზე შეიძლება განავითაროს შეტევა. ეს არის შავი ზღვის მიმართულება, თუმცა აქ დასაპყრობი რაღაც დარჩება, თუ ოდესის სპორტსაც ჩაიგდებს ხელში და აფხაზეთი მიტაცებული აქვს, ეგერ თავისი წლიც აქვს ამ ზღვაზე და ისიც შავი ზღვას თავისი სპეციფიკისგან მიუხედავად მაინც ბოსფორი და დარდანელი აკონტროლებს, მაგრამ რუსეთის აუცილებელი სამიზნე და გარდაუვალი სამიზნე ეს იქნება ბალტია. მინდა მაგაზე ცალკე ბლოგი გავაკეთო და ვნახოთ, აბა თუ კი
მოგვეცემა საშუალება უფრო დეტალურად რო იქნას განხილული ეგ საკითხი ვეცდები რომ გავაკეთო. ჩვენი შიგნატოელები არ ვიცი შემოძმაო რა სიტყვიან, იტყვიან რომ ტრამპი პუტინის აგენტი არის, პუტინმა დასვა ტრამპი, რომ რა ქვია, რუსეთი ოკუპანტია, ოკუპირებული აქვს. კაცრავად გამისაყელი ამდენი ლაპარაკინა. და ამას იტყვიან. როგორ ალბათ თურქეთიც. გაიხარეთ ჩემო გარგებო. ლექსო ვერ ხვდები რას მეუბნები ალბათ თურქეთიც რომ ეკითხები. ნუ ირანში ვითარება არც ისეთი საგიჟეთი ყოფილა, როგორც წარმოაჩინეს და სტაბილიზაციისკენ რა თქმა უნდა მიდის. უბრალოდ ნუაყვებით ამ ემას, იმიტომ დღეს ძალიან მოკლე საუბარი მქონდა იმ ადამიანთან, ვინც ირანში ცხოვრობს და კარგათაც ერკვევა ყველაფერში. და რა თქმა უნდა სისულელია ყველაფერი. კი არის იმ ქვეყანაში პროტესტებიც არის, დაპირისპირებაც არის, მაგრამ რასაც ესენი ხატავენ, რომ ესე არ არის. და ესე მარტივად ეს არ იქნება ირანი, არა ხელწამოსაგრავი ქვეყანა. მაგრამ ეს არის შიდა ბრძოლა. არა, ბულგარეთი და რუმინეთი ახლა ბულგარეთი და რუმინეთი არ წარმოადგენს რუსეთისთვის საზღვაზე ისეთ ძლიერ, ასე რომ ვთქვათ, საზღვაო ძალებს, რომელიც რაიმე წინააღმდეგობას გაწევენ. ახლა გასაგებია, რომ რუსეთს ფლოტი არ აყავს და ტანკი არ აყავს და ეგეთი რაღაცეები, მაგრამ მაინც. რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება საერთო ჯამში გარდაუვალია, მაგრამ როდის ღმერთმა იცის. დამოკიდებული არის იმაზე, რომ მათი ინტერესების ჯახი როდის მოხდება. ჯერჯერობით რუსულ-თურქული ინტერესები ბალანსირებულია. მაინც ბალანსირებული არის, თუმცა აქვს დიდი პერსპექტივა საიმისოდ, რომ ჯახი მოხდეს. და ეს არ იქნება მარტო თურქეთთან დაპირისპირდება, აზერბაიჯანის გაყვება მაგ საკითხს. და ეს დაპირისპირება უფრო და უფრო გაიზრდება, რათაც უფრო და უფრო გაძლიერდება თურქული სამყაროს საკითხი, აზერბაიჯანის და თურქეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურული კავშირები, რკინიგზა, გზა და ესე შემდეგ და ეკონომიკურ სიკეთეს როგორც მოყვება, მაგრამ ხალხო არ არის იცით, ეხლა მე ვიცი რომ სხვადასხვანაირი წარმოდგენა არ არის თურქეთი ეს ის ძალა, რომელიც ძალად სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთს. ეხლა მე არ მაქვს უკვე საუბარი იმ ტაქტიკურ ებაზე, რა ქვია, ბრძოლებზე, რომელიც მაგალითად მიდის უკრაინაში. პირისპირ აიყო ერთი მეორის დაპირისპირება სამხედრო საშუალებებით, საჭირო არის 2-3 ბალისტიკური რაკეტის დარტყმა და ჩათვალეთ, რომ თვითონ ანკარის დედაქალაქის გაძირვა მოხდება თავისივე კანალიზაციაში, რო იცოდეთ პირდაპირ გაგებით. არ არის ეს ის ქვეყანა, რომელი ქვეყანაც ჩვენთან და ახლა ჩვენაირ ქვეყნებთან ხომ არა, ეს არის ბრიტანეთის ვასალი ქვეყანა, საშუალო დონის ქვეყანა არის, რო გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი შეიარაღება ყავს, მაგრამ ეხლა რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ასე არ გამოვა, როგორც უკრაინაში არის. რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება შეხედეთ სირიაში რა მოხდა და იმ ერთი თვითმფრინავის ჩამოგდების ფასი რა გადაიხადა თურქეთმა მთლიანად იდლიბის რეგიონში და ოპერაცია ვაზმეზია ერქვა ანგარიშწორება რა უქნეს იქ თურქ ჯარისკაცებს და თურქულ ტექნიკას ქვაქვაზე არ დატოვეს თავის თურქული მოსახლეობით. გაასწორეს მიწასთან და ვერავინ ვერაფერი ვერ უთხრა. საზღვრიდან უყურებდნენ და ტიროდნენ თურქები. კარგი, ჩემო კარგებო, გაიხარეთ, უღმესი მადლობა ყველას მოლოცვისთვის, მეც გილოცავთ, ბედნიერი ალილო გქონოდეთ, მშვიდობა მოსულიყოს ჩვენ ქვეყანაში, სრულიად სამყაროში, მაგრამ როგორც გითხარით თავშივე დასაწყისში, არ არის ეს პერიოდი, არ არის მშვიდი და წყნარი პერიოდი სამყაროსთვის საერთოდ 2026 წელი.
მოხდება, მეც მაგას გეუბნებით, რომ თუ ჩვენ ახლა მე გეტყვით ეს რატო ხდება. ქართველებს განსაკუთრებით აინტერესებთ ის, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში იქნება ჩვენ დასასიკეთოთ მოხდეს რაღაცა. მე მესმის თქვენი ქალბატონო მანანა, სხვებისიც მესმის, იმიტომ რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებამ კავკასიაში მოიტანა ის, რომ გათავისუფლდა, გაიწმინდა აფხაზეთი, აჭარა, ფოთი, ახალციხე, ახალქალაქი, ნუ დანარჩენი მიმართული მე მესმის ეს. მაგრამ ისე არ მოხდეს ჩვენი იდიოტების ხელში, რომ ჩვენ პირიქით იმ ბანაკში არ აღმოჩნდეთ, ჩვენც არ გაგვწმინდოს. ამაზეც აზაფიქრებით. ჯერჯერობით არ არის მაგ დონეზე ინტერესთა ჯახი მისული. აი იმ დონეზე რო იყოს ინტერესთა ჯახი მისული, როგორც უკრაინაში მივიდა კოლექტიური დასავლეთის და რუსეთის ინტერესები, ჩათვალეთ რომ არ დაიხევენ უკან. კარგით, გენაცვალეთ. დაგემშვიდობებით, ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ამის თქვა მინდოდა და დავაკვირდეთ მოვლენებს. მთელი ანალიტიკური ცენტრები იმას ფიქრობენ და იმას გეგმავენ, რომ უახლეს მოვალში მოხდება ეს ყველაფერი და ეს გეოპოლიტიკური ცვლილების ერა არის და რაც შეიძლება 100 წელიწადი არ შეცვლილიყო, შეიძლება უცებ შეიცვალოს ერთ წამში და შეიძლება ჩვენ დასასიკეთოთაც შეიცვალოს ეს ყველაფერი, თუ ნორმალური პოლიტიკა გვექნება, მაგრამ ამათ ხელში მე არ ამაგარ აფრის იმედი. ნეგა